საერთოდ ეხლა დარწმუნებული იყავით, რომ რას ლაპარაკობთ, ეხლა გამოჩნდება აი რაში იდება იქ რაღაც იმას გამოაჩენენ, რა ქვია, რაღაც ტელევიზიას შექმნიან, საინფორმაციო ძალიან ლამაზ ვიდეოებს ექსპერტებს ალაპარაკებენ, რომ ეს ინვესტიცია არის საქართველოს ეკონომიკისთვის მრავალმხრივ საჭირო და ასე შემდეგ. ანუ ადამიანების შეცდომაში შეყვანის საინფორმაციო ის იქნება, რა შეტევა. და თუ ეხლავე არ დავიწყეთ ამ მოვლენის სწორი შეფასება, რომ ვერავინ ვერ დააბნიონ, ერთი ნაბიჯი იმისკენ, რომ ხელი შეუშალოთ, ამაში არის საინფორმაციო იმის გამარჯვება, შემოტევის აცილება თავიდან. ანუ თუ ჩვენ აი ასე დავსხედით, რაც სამწუხაროდ შეიძლება სხვები არ აკეთებენ ამ ეტაპზე და ჩემი აზრით ყველა უნდა აყვეს, ვისაც რაღაცა აღელვებს. ეგ ერთი ნაბიჯია, რომ აი კიდე სხვა ჯგუფების დაემატონ და ყველა ალაპარაკდეს ამ თემაზე. აი ეგ არის საინფორმაციო ბრძოლის გამარჯვება და როცა საინფორმაციო ბრძოლა შეამზადებს განწყობებს, მერე უკვე შესაძლებელია ლაპარაკი იმაზე, რომ რეალური განხორციელება როგორ უნდა ჩავშალოთ. მანდ მოდი ასე ვთქვათ რა. განვიხილოთ ეგ თემა. პირველი, რაც საკეთებელია, იმ საფრთხეებზე სალაპარაკოა, რომელიც რეალურად დგას. არაბები დაანონსდა, რომ 6 მილიარდის ოდენობის ინვესტიციას ყიდულობენ რაღაცას აკეთებენ თანხას. ორი ქალაქის ასაშენებლად არაბების მიერ აშენდება ორი ქალაქი. ერთი რაც გავარკვიეთ, აი ეს ორ დღეში ბევრი ინფორმაცია არ დადებულა და ეგ ძალიან მაგიტო გვინდა რომ უფრო ვრცლად შემდგომ რომ მეტ ინფორმაციას მოვიპოვოთ, უფრო გავშალოთ, მაგრამ აი ხა ამ ორ დღეში რაც მოვიპოვეთ, რაც გავრცელდა და ეგეც დამატებით საეჭვოა რომ არაფერი არ ვრცელდება, რაღაცა ნამცეცებად მოდის ინფორმაცია. ერთი რომ შენდება გონიოს ყოფილ სამხედრო ბაზაზე ტერიტორია გაიყიდა და იქ აშენდება ერთი ქალაქი და მეორე სავარაუდოდ კრწანისის ტყეპარკის ტერიტორიაზე აშენდება მეორე ქალაქი. ეს არის რაც აქამდე ცნობილია, რაღაც რენდერები აჩვენეს, რაღაც ლამაზი ვიდეო და ეს არის არაბული კომპანია, დამოვიწყე სახელი, არაბული კომპანია, ემირატების თვითონ მთავრობის კომპანია, დეველოპერული, რომლის ჯამური საკუთრების ფასი არის 38 მილიარდი დოლარი. ანუ 38 მილიარდი დოლარის საკუთრების მქონე კომპანია 6 მილიარდ დოლარის რაღაცა პროექტს ახორციელებს, ყიდულობს და ახორციელებს საქართველოში. გარი მისთვის კოლოსალური წილი. ერთ მეხუთედ თავის ქონების 1/5 საქართველოში აბანდებს. საქართველო არის აი რაღაცა პატარა ბაზრის მქონე ძალიან ღარიბი და თან ძალიან სახიფათო რეგიონში მდებარე ქვეყანა. კაპიტალის ჩადების და კაპიტალის გარკვეული დაცვის თვალსაზრისით საქართველო არ არის მაინც და მაინც მწვანე ქვეყნების კატეგორიაში, ხო? რაღაც ყოველ ლამის 10 წელიწადში ან რაღაც სამხედრო დაპირისპირება ჩვენს ქვეყანაში, ან რაღაც პოლიტიკური კითხვა არის, რომ 6 მილიარდის ფართი აი საცხოვრებელი ბინები მაგალითად. ან გასაქირავებელი ან რაღაცა კაზინოები რაც გინდა. საქართველოში რამდენ ხანში და როგორ უნდა გაყიდონ შიდა ბაზარზე? სერიოზული კითხვა არის, ეგ არ არის ჰაერიდან მთლიანად ჩვენი კითხვა არის, სამშენებლო სექტორის რაც არის დაუშვათ მოგება. რავი, ლამის ერთი მაგდენი უნდა დაემატოს. ანუ ძალიან უხეშად კიდევ ერთხელ რაღაცა არც ეკონომისტი ვარ, რაღაც ზუსტ ციფრებზე არ ამაქვს ხა და მომიტევეთ თუ შეიძლება რაღაც პროცენტები შემეშალოს, მაგრამ აი ძალიან ისე უტრირებულად რო თქვა, რაღაცა ბაზარი ხო არის საქართველოში ყიდება რაღაც რაოდენობის ფართი წელიწადში და უცებ გაორმაგდა. ანუ სად უნდა გაყიდო აი ეგ არ არის გაორმაგება, ეგ არის 6 მილიარდის ინვესტიცია სამშენებლო სფეროში, ააშენო რაღაცა უზარმაზარი 6 მილიარდიანი რაღაც კომპლექსები. ეგ გასაგებია, რომ საქართველოს შიდა ბაზრის საშუალებით მაგისი
ამოგება არის და მით უმეტეს მოგებაზე გასვლა უბრალოდ შანსი არ არის. უცხოელებზე არის უცხოელებზე, რომ მან რაღაცა მაგ პროექტის მე მოგებაზე გაყვანა, უნდა მოხდეს უცხოელების მეშვეობით და მანდედან გამომდინარე ეს არის რაღაცა პროექტი, რომელსაც არავის არ უხსნიან იქ რა ხდება და კიდე საეჭვო აი მართლა რაღაცა ამას წინა გადაცემაში რომ კომენტარებს კითხულობდით იქ დაიწერა ერთ-ერთი კომენტარი ავტობუსები რომ შემოყავთ 2 თვით ადრე მთელი 2 თვის განმავლობაში მაგას აპიარებენ და ამაზე რანაირად არ არის არაფერი ინფორმაცია ვის საკუთრებაშია ვისზე უნდა გაყიდონ რამდენად რისი იმედი აქვს აი ვინ იყიდის მე მაგაში რა ფორმის ინვესტიცია ეგ არ არის კარგად ახსნილი არის უბრალოდ აი ზოგადად რომ გონიოში და აი კწანისის ტყეპარკში უნდა აშენდეს რაღაც რეკრეაციული ზონა. ანუ უფრო ის ინვესტიცია მიყიდეს ეგ მიწა და იქ ააშენებენ და იმათი იქნება. დაახლოებით ეგეთ ტექსტი არა ხალხო ფული შემოდის და რა ფული არ უნდა შემოვიდეს? ფული ვინც ამბობს რომ ფული არ უნდა შემოვიდეს, ცუდი კაცია. აი ეგეთი იცი როგორი რაღაცა აი მაგალითად ხელისუფლების დამსველებს არ მოსწონთ, როდესაც ამაზე ვსაუბრობ. კი, ძალიან ნერვები. ეგეც აი ძალიან უცნაური, აი. ეგრევე ნაცებად გამოგვაქვს. ხო, აი უცნაური რა არის, იცი, აი ეხლა ვიღაც კობახიძეს რო არ მოსწონდეს ან რა ვიცი, კალაძეს მესმის, იმიტომ რომ თვითონ ხეირობენ. რაღაც ჩვეულებრივი ადამიანი როცა ხარ, აი არანაირი ინტერესი რო არ გაგაჩნია, გარდა იმისა, რომ უბრალოდ ოცნებას გულშემატკივრობ. შენ მაინც არ გიჩნდება აი ლოგიკური კითხვა ამხელა მასშტაბის კაპიტალი რაში უნდა ჩაიდოს. ეგ ხო არ შექმნის გარკვეულ საფრთხეს და აი ეს დავამატებ. აი რამოდენიმე თვის წინ გახსოვთ აფხაზეთში რო იყო პოლიტიკური კრიზისი. იქაურ ეგრეთ წოდებულ პარლამენტში რო შევარდა ხალხი და მათი დე ფაქტო ხელისუფლება რო ჩამოიღეს. ანუ ახალი არჩევნები და ხო ეხა ხო რიგარეში არჩევნები აქვთ საპრეზიდენტო აგერ თებერვალში რამოდენიმე თვეში. და რას მოყვა ეგ კრიზისი? იმას მოყვა, რომ უზარმაზარი ფინანსური კაპიტალი უნდა შემოსულიყო რუსეთიდან. ეს დოკუმენტაცია, ანუ თვითონ ხელშეკრულება ამ აფხაზებსა და რუსეთს შორის დეტალურად იყო ცნობილი საზოგადოებისთვის. და ნუ ცოტა ისეთი პირობები საზოგადოებას არ მოეწონა. წარმოიდგინეთ ხალხო აფხაზეთში თავიდან ბოლომდე დოტაციურ მხარეში, რომელიც რუსეთზეა მიბმული ყველაფრით, საერთოდ აი რუსეთმა რომ ერთი კვირით დაივიწყოს, შიმშილით რომ მოკვდებიან, თვითონ იცავენ, თვითონ აჭმევენ, ასმევენ, ეგეთ ტერიტორიაზე 100,000 კაცი იმან 1000-იანმა ერმა მოახერხა პირველი გაარკვია რა ხელშეკრულებაზე მიდიოდა საუბარი და მეორე როდესაც არ მოეწონა გადახედა მაგ ხელშეკრულებას და ეხლა მიდის მაგაზე ისეთი საკმაოდ დაძაბული პოლიტიკური საუბრები და პროცესები და ჩვენ დანარჩენ საქართველოში არ უნდა კონდეს ამის გარკვევის საშუალება, არ უნდა ვიცოდე? პრობლემა რა ნაცია არის, მოწავიკითხა უცებ და მე გავაგზავნოთ, ან მოგესალმებით ყველაფრის ფონზე კოცები რუსებთან ოფიციალურ დიალოგს თუ დაიწყებენ და შედეგი როგორი იქნება? ჯერ არ დაიწყებენ არაფერ, ვერ დაიწყებენ ვერაფერ ოფიციალურ დიალოგს, კაი ხანი სანამ აი ეს რაღაცა ქათმის ფეხებზე მდგარი მორყეული მომპალ ფეხებზე მდგარი ვითარება და ეს იქნება დიდი ხანი სანამ ასე საზოგადოების ფაქტიურად ნახევარი არის რადიკალურად უკმაყოფილო უკვე არსებული პროცესებით და ლაპარაკიც აღარ არის იმაზე რომ უფრო შორს წავიდეს პროცესები მანამდე ოცნებას არ ეტყობა არაფერი მაგისი უნარის ახლოსაც კი მსგავსი და აი აფხაზეთში დაიწყო მართლა გამოვიდნენ არეულობები დაიწყეს იმაზე რომ რუსებზე არ გაყიდულიყო უძრავი ქონება არ დაშვებულიყო უძრავი ქონების ყიდვის უფლება ხო ანუ აფხაზები ხვდებიან რომ ეგ მათთვის საფრთხეა ჩვენთან აი უბრალოდ ჯერ ერთადერთი რაც ვიცით არაბები აშენებენ ორ ქალაქს თან რაღაც კოლოსალური თანხის ღირებულების ან რაღაც სოფელს კი არ აშენებენ რაღაც იმხელა თანხაზეა საუბარი რომ ქალაქი რო უნდა აშენდეს ხო ხვდები მაგას ვიგებთ და აი მე რანაირ პოზიციას ვერ ვიგებ იცი აი შეიძლება კაია ეს რაღაცა მოდი ჯერ დეტალებს დავეყოთ
დეტალებს პირველ რიგში რო არ გაგებინებენ, უკვე არ გაეჭვება. ეგრევე ეჭვით რატო არ უყურებ, იმიტომ რომ ცოტაჯერ მოხდა ხალხის მოტყუება. ან კიდევ უფრო გავამართლეთ, აი ხარ ქართველი და გესმის. არაბები ორ ქალაქს აშენებენ საქართველოში. მე მგონი უკვე რაღაცა პოზიცია ავტომატურად უნდა გაგიჩნდეს, აი ყიზილბაშები ქალაქებს აშენებენ საქართველოში, აი მოვიდა ინფორმაცია და მოდი დეტალებს ჩავხედოთ, იქნებ კონტრაქტი მაჩვენეთ, ეგრე დგას. საჩვენოდ ხო არ აშენებენ? საჩვენოდ ხო არ აშენებენ, ხო არ აგვაშენებენ. თუ ისე დგას საკითხი, რომ მე მგონი ძალიან ცუდი რაღაცა შეიძლება მოხდეს და უკიდურესად უნდა დამარწმუნონ. მე რომ ეგრე არის, პატარა კომენტარს გავაკეთოთ და გასაი ბოდიში რა. ნახეთ, აი რა არის მნიშვნელოვანი, ბევრი წერთ ხარ, რომ რა გავაკეთოთ და როგორც ჩანს ვიღაცებს უნდათ რომ ეხა გამოვარდეთ ქუჩაში და აქციები ჩავატაროთ და რატო არ აქ ეხა ჯერ მაგას აზრი აგიხსნით რა უნდა გავაკეთოთ, იცი? ჯერ უნდა მოვახერხოთ, რომ საკითხი ისე დადგეს, რომ ხალხს ეჭვი გვაქვს მაგაზე, რომ არ არის კარგი და მოდი იმათმა გვარწმუნონ, რომ ეგ კარგია და თუ ვერ დაგვარწმუნეს, მოდი არ გვი. ანუ უყურე პირიქით რო არის დაყენებული საკითხი, რომ შენ დამარწმუნე, რომ ეგ ცუდია და ვინც ეწინააღმდეგება, რომ არაბებმა საქართველოს ქალაქები აშენონ, ის რაღაცა რეტროგრადი ჩამორჩენილი სამშობლოს ტერი, ნაცი, ცუდი კაცია, როგორ რატო უტევს მთავრობას, აი ეგრე თუ უდგება ხალხი, მოსახლეობის უმეტესობა თუ მაგ აზრზეა, ვერაფერს ვერ გავაკეთებ. აი ერთ საინფორმაციო ომი არის პირველი. ვიღაცები რომ ამბობთ, რომ აი ლაპარაკის დრო აღარ არის, რაღაცა გავაკეთოთ. ლაპარაკის დროა, კაცო, პოლიტიკური ძალის ფუნქცია არის ხალხთან ლაპარაკი. არა, თან სანამ არ მიხვდებით, რომ რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ და ხალხს რომ ვუხსნით ამას და ვუღეჭავთ. ეგ არის ყველაზე მეტი საქმე. მანამდე არ გვეშვება. მოდი ერთს ვიტყვი მაგასთან დაკავშირებით რა უნდა გავაკეთოთ. ჯერთი დავიწყოთ იქიდან, რომ ხალხის უმრავლესობას ჩემი აზრით ეს საერთოდ არ მიაჩნია დიდ პრობლემად. სამწუხაროდ. ნიშნულოვანად ძალიან დიდ ნაწილს, აი მაგალითად ოცნების ამორჩევლების დიდ ნაწილს ეს საკითხი არ მიაჩნია პრობლემად. პირიქით, ჩვენ გვიტევენ, რატო აპრობლემებთ თუ ამ საკითხს. ეგ ერთი, არც ლიბერალებს აწუხებთ. ლიბერალების შეტევა რანაირად გამოიყურებოდა, რომ ხალხო ოცნება გვატყუებს 5 მილიარდი არაბებისგან კარგია, მაგრამ სინამდვილეში არ არის ეს და უბრალოდ ბლეფია. და ამ დროს ახლა ჩვენ რო რაღაც უმცირესობა ამ საკითხზე რო რაღაცა პოლიტიკური მოძრაობა დავიწყოთ, ну, ჯერ მოდი გავაგებინოთ მოსახლეობის უმრავლესობას, რომ ეს პრობლემაა. თუ შენ თვლი რომ ახლა კრონი კაპიტალიზმია, სადაც ვიღაცებმა პირადი თავისუფლებები შეზღუდეს, იმიტომ რომ ბევრი ფული ჰქონდათ, მარტივი პასუხი არა, ბიძინას აქვს ზუსტად მაგდენი ფული, ანუ 6 მილიარდით მაგ შენი კრონი კაპიტალიზმის ფარგლებში მთელ საქართველოს მართავს უკვე 10 წლეულებია. და ეხლა რომ შემოდის ვიღაცა ტიპი, რომელზეც გარტყმაში არ ახარ, რომელიც ასევე დიდად თავს არ მოიკლავს არჩენ უფლებებზე, არჩენ კულტურაზე, არჩენ შეხედულებებზე და ერთი მაგდენი ფული შემოა. კიდე კრონი კაპიტალიზმის ფარგლებში გაგეჭირდა და მეორე ბიძინა. არა ზურა, ის არაბები თავისუფ ფრი მარკეტით ხემძღვანელობენ. რატო? არა, ну, ავიცი, ეგ გირჩის ლოგიკით ეგრეა. მე მგონი სუპერ შარიათის კანონით ხემძღვანელობენ, რა. არა, არაბები ლიბერტარიანელები იქნებიან უეჭველი და აი ლიბერტარიანელი შარიათი. ხო, აი თავისუფლების პრიზმით შეხედავენ მაგ საკუთარ ინვესტიციას. მე დარწმუნებული, უნდა გჯეროდეს. ექსპანსია მაგათ არ უნდა. არა, რას ისულელი. როდის იყო რომ არაბებს ექსპანსია უნდოდა? არაბეთში ხო სუპერ ლიბერალური გარემოა ხა მან. რა თქმა უნდა. ჩვენ ხა რაღაცებს კორბენ დალასი მეხუთე ელემენტი წერს ამასობაში. მაქსიმალურად შეეცადეთ რომ წარმოიდგინოთ საუკეთესო სურათი. ვერაფერი წარმოიდგინე დიდი ბორდელის გარდა. გაგიკრდებათ და ჩვენ გივი ასოციაციას მანდედან შორს ვერაფერი მოვიფიქრეთ, მაგრამ მოდი ეგ ეჭვები გვაქვს. აი რა შეიძლება გაკეთდეს მაგაზეც მეც ვიტყვი. ანუ მე აი პატარა კომენტარი, ანუ მან ხო იყო რუსული ბაზა, ეხა იქნება არაბული ბორდელი. კაზინო, ბორდელი, რაღაცა სასტუმროები, საცხოვრებელი კომპლექსიც ალბათ ქართველებს ფული არ აქვს და არაბები და თურქები იყიდიან. რაღაც ეგეთი წარმოვიდგინეთ, სხვა რა უნდა იყოს, ხო და ეხლა გამოსავალი რამე გააკეთეთ. პირველი
იმისთვის რომ რამე გაკეთდეს, აუცილებელი არის საზოგადოების განწყობის მობილიზება. მაგის გარეშე არაფრის გაკეთება დედამიწის ზურგზე, არაფერი საკითხში პოლიტიკაში არ არის შესაძლებელი. ამიტომ იმისთვის რომ რამე გაკეთდეს, პირველი ეს ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ხალხს და აეხსნა საფრთხეები. ამას ვაკეთებთ და თუ დააკვირდებით კონსერვატიული ჯგუფებიდან ერთ-ერთი ძალიან იშვიათი გამონაკლისი ვართ ამ დღეებში, რაღაცა შემაშფოთებელი სიჩუმეა, მე რაც გადავხედე დანარჩენა ესეთი კონსერვატიულ მედია სპიკერებთან, რაღაც პოლიტიკურ ფიგურებისგან ვერ ან მოწონება დავინახე, ეს მაგარი პროექტია ეგეთებს ამბობდნენ, ან საერთოდ სიჩუმე, იცი რა არის? ამაზე ჩუმად როა ხალხი. რატო არიან ესე ჩუმად, რას ფიქრობ? ამაზე ვინც არის ჩუმად, არაფერი საერთო ეროვნულ ინტერესებთან არ აქვს. ამაზე რომ ჩუმად ხარ ამ დროს, ჩვეულებრივად ოცნების გამპრავებელი ხალხი. ხო, აი, კაცი რომელიც თავის თავს ეროვნულს ეძახის და არაბების ექსპანსიაზე პრობლემა არ აქვს, არ არის ეროვნული. ხალხი რომელიც თავის დროზე ქართული მიწის გასხვისების გამო გამოდიოდა და აქციებში იღებდა მონაწილეობას ჩვენთან ერთად და ეხლა ჩუმად არის ამაზე. სერიოზული კითხვებია მაგ ხალხთან ან მე მგონი მაშინაც არ იყო გულწრფელი და ეხლაც ვაფშე ეროვნული არ არის. და აი ჩუმად როა მაგალითად გაიგე ორ ქალაქს აშენებენ არაბები 6 მილიარდად, ანუ რა ხდება მთავრობას მასეთი ნდობა გაქვს მთავრობის, რომ ეგენი არაფერს ცუც არ ისამე. ყველა შემთხვევაში ჯერ სულ რო კარგი უნდოდეთ, იქნებ დებილები არიან და შეიძლება რანაირი მიდგომა აქვს, იცი? და შენ ხო უნდა ის დაი. შეიძლება რანაირი მიდგომა აქვს, იცი? მოდი ჯერ ააშენონ და ნახოთ იქნება. არა, მოდი მოდი როგორი რაღაცა, იცი? იქნებ კარგად ააშენონ. ლოგიკით იყო მე 100% რო ყიდიდენი, რავი, რამე განსხვავება კი. და მეორე მინდა აი გამოსავალი, მეორე. ხალხო, გამოსავალი საერთოდ რა არის, იცით? ეხა მოდი გამოვარდეთ და იქნება გავაჩეროთ, ეგრე მარტივად არ არის. საკითხი არ დგას რა. ჯერ ერთი უნდა გამოვარდე. სულ მოგცა ჩვენ მაგალითად პატარა ჯგუფი ვართ, სულ ავიღეთ 50000 ხმა. ეგ ხალხი ხო გესმით, ზოგი ასაკოვანია, ზოგი საქართველოს ერთ ბოლოში ცხოვრობს, ზოგი მეორე ბოლოში ცხოვრობს. ამ არჩევნების შედეგებით ჩვენ ახლა რაღაც დიდი აქციების ორგანიზების ზალა არ აგვაქვს. სულ რო აქცია აგერ გამოდიან ესენი 1000-ობით 1000 დადიან და რამე შეცვალე ეს. ეგრე მარტივი კი არ არის რამის შეცვლა. თუ რამის შეცვლა გვინდა გეუბნებით, ამდენი ხანი ტყუილად კი ვლაპარაკობთ. არჩევნები რო ახლოვდება, ხმა უნდა დაუჭიროთ იმ ხალხს, ვიზეც არის მოლოდინი, რომ გადამწყვეტ მომენტში ის ასეთ ეროვნული თვალსაზრისით უმნიშვნელოვანეს საკითხზე თვალს არ დახუჭავს და სამკითხაო კი არ გაგვიხდება, კაცო, პარლამენტიდან შეგვეძლება ასეთ რაღაცეებზე ხმა ამოვიღოთ. და ეხლა მაგ დროს მოდი ისევ ბიზნეს დაუჭიროთ ხარი, მე მგონი ამათ უფრო შანსი აქვს და მე გადამწყვეტ მომენტში ეხლა აბა რა ვქნათ, რამე ფენით რაც თავარი შეგვიძლია გავაკეთოთ, მობილიზაცია მოვახდინოთ განწყობების, გადამწყვეტ მომენტში და აგერ შარშანაც საინფორმაციო ბრძოლას ვაწარმოებთ. წელსაც არის არჩევნები და უნდა მიიღოს ერთხელ და სამუდამოდ ამ ხალხმა ეგ მაგ დასკვნამდე ხო უნდა მივიდეთ, რომ არჩევნებით გვაქვს იმ ძალაუფლების წამოღების საშუალება, რომ ხმის ამომღები იქ იყოს გადამწყვეტ მომენტში და საკრებულო იქნება, სადაც აგერ თბილისის ტერიტორიას ასხვისებენ და გონიოში იმას ბაზას ყიდიან, საკრებულოს დონეზე იქნება თუ პარლამენტის დონეზე იქნება, პატრიოტი ნაწილი ხო უნდა იყოს იქ, აბა როგორ ახლა ფოკუსის ჩატარება ხო არ არის მაგ შესაძლებელი, არავის წარმომადგენლად თუ არ გავუშვებთ. თუ მასე დავაყენებთ ყოველთვის, რომ მოდი გადამწყვეტ მომენტში ისევ ოცნებას დაუჭიროთ ხარი და მე რაც იქნება, მე იქნებ ვინმე მიხმაურს. ანუ მარტივად რა ხალხი მაქსიმალურად ვეცდები ძალიან ელემენტარულად აი გიღეჭავთ რა. შენ თუ მიდიხარ დარჩენებში ბიზნეს აძლევ ხმას, მე ბიზნეს პარტია რაღაცა სისულელეს თუ აკეთებს, ჩვენთან ნუღა მოდიხარ და ნუღა გვეუნები, რომ რაღაცა გააკეთეთ. ხო, ეგ არის რაღაც არ მიიღება აი იმ ხალხისგან ვინც ეგრე მოიქცა არ მიიღება ეგ პრეტენზია აგიხსნით რატო კაცო ვისაც მიეცი ხმა ის არის შენი წარმომადგენელი და მოთხოვნები უნდა დაუყენო იმას ვინც არის შენი წარმომადგენელი არა თან არა მარტო მოთხოვნებია მაგრამ უნდა ისწავლო შენ უნდა ისწავლო მან და არა მარტო შენ რა პოზიციაც გაქვს ისეთ ხალხს უნდა დაუჭირო მხარი